დილამშვიდობისა მოგესალმებით. კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის კართან დგავარ და შევეცდები დავრეკო ზარი, რომ გაიგოთ ვინ არის იგი, ანუ ვინ იქნება დღეს ჩვენი რესპონდენტი. კაკუკ. ზარი არაა, მე მგონი. არა. კახა ხიანიძე, დილამშვიდობისა, როგორ ახარ? შვენივრად, ახალი გამოცებული. კი. როგორ გეძინა? კახა. არ მეძინა ჩათვალეთ ფაქტიურად. გააცენე? კი. იცი რა, ძირითადად ღამურების კატეგორიას მივეკუთვნები. ანუ ღამე ცხოვრობ. ღამე ცხოვრობ, მაგრამ ძილი უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიყვარს. დღეს უბრალოდ ვერ მოვახერხე ძილი, იმიტომ რომ სალომეს დაბადების დღე იყო და მთელი ღამე რაღაცა ვერთობური თქვა. და ასეთ შემთხვევაში, როცა მთელი ღამე არ გძინავს, მეორე დღე ჩავთვალოთ თუ ჩათვლილი გაქვს, რომ დაკარგული გაქვს. თუ არა, მაინც ახერხებ რომ დაკარგული მაქვს, იმიტომ რომ მეტყობა ალბათ, რომ ძალიან გათიშული ვარ და ან დღეს ახლა ვერაფერს ვეღარ გაკეთე. არაფერს თავი არ. ამ შემთხვევაში გაქვს რამე რეცეპტი, რომ გამოიფხიზლო თავი, ყავა, ჩაი ან იცი რა, კი, თავისთავად დილა აიწყება ისე, რომ რაც უნდა გამოძინებული ვიყო ან არა, ყოველთვის პირველ რიგში ყავით იწყება დილა. უფრო ენერგიას მატებს ალბათ და მაგათ. გამომხნევებელი ვარჯიშები? გამომხნევებელი ვარჯიშები, იცი პერიოდულად ვარჯიშობ. რო გითხრა რომ მთელი წელიდან წლები არა, არის პერიოდი სამი ვარჯიშებ, თქვა მე რაღაცა ვჩერდები. და რომ მარტო მეზარება ყოველთვის ვარჯიში და თუ ვინმე არავინ არ გყვება ხო? თუ ვინმე ამყვადა, ხო მთელი წელი ვიძახი რომ ვინმე ივარჯიშებთ ჩემთან ერთად და თუ გამოვიჭირე ესეთი ადამიანი, всё, ჩათვალე რომ ძალიან მონდომებული ვარ და ამჟამად ვარჯიშობ. დღეს ჩვენ აყვებით და არა, ამჟამად გამოჭერილი მყავს ესეთი ადამიანი. და ვინ გამოიჭირე? სალომეს ძალიან მომდა ვარჯიში, იმიტომ რომ ადრე 1-2 დღე ვარჯიშეთ, მე მიხვდა რომ აზრი აღარ გქონდა, იმიტომ რომ დილით ვერ დგებოდა და წელს რაღაცა გადაწყვიტა რომ ევარჯიშე. თან თავისი ინიციატივა იყო და შემთხვევაში ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა კიდე. საშუალოდ რამდენი საათი გძინავს? ანუ შენი ორგანიზმისთვის რამდენი საათია საჭირო გამოძინება და რომელ საათზე გიყვარს გაღვიძება? იცი არის, ციოს რაც შეეხება 9 საათზე ნაკლები არ უნდა მეძინოს. ანუ 8 საათი ნახევარიც რომ მეძინოს, ჩათვალე რომ ძალიან მაკლია. ნახევარი საათი სადმე წავიძინებ მე. კი შემიძლია, მე მაგ და ფეხზეც ვიძინებ თუ მეძინებ. მქონდა ესეთ რაღაცა, რომ ვისვენებდი და ინდონეზია გადახლილი ვიყავ, ფაქტურად არ დამისვენია. ერთი 7 წლის წინ ალბათ. ტროპიკანა იყო ერთი დისკოტეკა რაღაც დღე და ისეთი გადახლილი ვიყავ, რომ თებშებზე დავდე თავი და დავიძინე. ბედნიერი ვარ რომ დავამთავრე სწავლა განათლება. იმიტომ რომ დილით წინავს. შეგიძლია ეგეძინოს. დიდხანს გიწევს გამოფხიზლება, დიდხანს ფხიზლდება ყველა ორგანიზმი საღამომდე ყოველ ზოგს ძინავს. ზოგი ეგრევე ფხიზლდება. იცი რა, თუ 9 საათი მე გამოვიძინე, ამ შემთხვევაში ვარ სტარტზე. კაი, გუში რა სიზმარი დაგესიზმრა. გუში მთელი ღამე მესიზმრებოდა დაბადების დღე თავიდან ვერ ამოვიქდე, ნუ არ იცი, ყველა ბევრნაირად ამესიზმრა. რაღაცა თუ ვინმე იყო. რაც ჩაყვა. პირველი რასაც აკეთებ, როცა ფხიზლდები. ანუ იღვიძებ. ყავა, მეტი არაფერი? და როგორ ხასიათზე ხარ? დილით უფრო კარგ ხასიათზე ხარ? შუა დღეს, საღამოს, ღამე, დღის რომელ მონაკვეთში? თუ აი მაგრად მძინავს და თან სიზმარში ვარ ძალიან ჩართული, კაი სიზმართ ვარ, რა თქმა უნდა, და ამ დროს ვიღაცამ გამაგვიძე ჩათვალე, რომ ეს ღრიელით იწყება გაღვიძება, თუ ისეთ ბედნიერი ჩემით ვიღვიძე. ამ დროს ვარ ძალიან კარგად და სხვათა შორის ვერ ვიტან, როდესაც მზე მაღვიძებს. ზეგარა, ნუ შუქი. და როგორ გინდა მზე არ გაგაღვიძოს 2 საათზე რო იღვიძე. ხო, ნუ ფაქტურად ხონე. ჩამოფარებული ყველაფერი თვალებზეც ახვეული. არანაირ შუქი არ უნდა შემოდიოდეს, ანუ მზეს არ აქვს მნიშვნელობა და ხა წარმოთქვი მზე რო დაგაჭერს თვალებზე იმ დროს რომ ძინავს, როგორი დასაძინებელია თქვი. ყავას შენი გამზადებ ხოლმე თუ გიმზადებენ? იცი რა, ხშირ შემთხვევაში მეც მომზადებ და მიმზადებენ კიდეც. კარგი, დღეს ალბათ შენ მოგვიმზადებ, ამიტომ აღვიძარეთ დაგებრუნდება ძალიან მალე. გრძელდება მაღვიძარა გადმოვინეს რომ სამზარეულოში, რაც ამ შემთხვევაში ყავას შენით არ ატუღებს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე დაწყებული არის, თორე? გადაიფარო რაღაცა ხელზე.
ყავა ერთი მადლობთ უკვე არის, შენ რა გინდა? მე არა, მე უკვე მივიცი. ვისკი, ისე მომენტ ბეილისი. შეიძლება ხო? დავაქცევო. სალმეს დაავადების დღე იყო გუშინ და ის რა ქვია ნამცეცობაზე მოვედით ხო რაღაც. ნამცეცობაზე. ორჩე მოგთავაზოთ, კიდე რა დაგრჩა დაავადების დღე. ყვავილები. კახასთან ერთად ღამე ხო გიძინია? გვერდზე ოთახში მაინც. გვერდზე ოთახში მაინც. არა, რა ხდება იცით რა. ხურინავს თუ არა მაინტერესებს და მაგიტას. შეხარ ბოროტია და საუბარსებო, რატო დამიკეთე? არ მითქვია შეტ. არ ძინოზე და გვერდზე ოთახში წარძინა? ამ ცოტას გავიგოთ. სხვა რაღაც რომ მიპასუხან. ეხლა გავიგე თავზე. ამ ცოტას. არა, როგორ არ გვიძინო ეს დასასრულებლად ვიყავით ეგ. სტილს. როგორ არა? კი. ხვრინავს. მე თუ კახა. შენს და კახა. არ ვიცი, მე ისეთი ხმაძერი მაქვს, არ მესმის. არა, არ ხუნავს. ცოტა უხელყულია, მაგრამ ცოტა უხურინა. კაი, მაშინ ვარჯიშობთ? ვარჯიშობთ? დავდივართ დილას ქუსტაზე. ვირბინოთ? ეხლა? დღეს სირბილით ვერა, უბრალოდ იაროთ. სიარულის ვარჯიშია, ან ვიხტუნოთ რა. დღეს ვეხა გავრიბინოთ, ჩათვალე რომ იქვე დავრჩებით, ან ფეხი დარჩება, ან თავი დაჯობია. ყველაფერი ადგილზე გქონდეს და ისე ვია. ახალგაზრდებზე მიწუწუქოთ. ხო ამბობენ რომ ადამიანს ყოველ კარგი იდეები დილით მოსდის თავში. ნუ ზოგს ღამე, შენ რომელიმე სიმღერის იდეა, რო გემღერა დილით მოსდის. სიმღერას რაც შეეხება, ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობ. საერთოდ. ანუ საღამოს საათებში უფრო ხდება ჩაწერა და იგივე თუნდაც დაწერა და შექმნა. ბევრად ასე თქვა გახსნილია მთელი შინაგანი სამყარო და უფრო კარგად მუშაობ, ანუ სამუშაო სიტუაცია უფრო საღამოს საათებშია. ხმაც დილით. მე მაგალითად დილის 4 საათზე ჩამიწერია სიმღერა ბევრჯერ. დილის 9 საათზე? არა, არ ყოფილა. არა, მაგრამ ძინავს და იმიტომ. ძინავში არ გიმღერია. თან არის რომ ხამე ისეთი რაღაცა რომ მიყვარს ამიტომ ხამე სიმღერა უფრო მიყვარს ვიდრე დილით გათინებულში. იგივე ვარიანტი არა. იგივე ან სიტუაციას გეტყვი ხარ რომ სცენაზე რომ ღერი თუნდაც სტადიონზე უფრო გიხარი როცა საღამოს ვერი ხო კაი განათება რო არის და დღეს 2 საათზე და რაღაცა ესეთი სიტუაცია. შევიყოთ საღამოს. სამზარეულოში ვართ და მინდა დამეკითხავ. დიდი ჩემს არსაუს მოვ სხვა შოუ ბიზნესის მოღვაწეები ვით? საერთოდ ისე მიყვარს. ნებისმიერ დროს შემიძლია. ჭამა. ჭამა. და რისი. ყველაფრის არა მაგას მნიშვნელობა, ჩემთვის თქვა დილით ყველდაპირი არა, უყურთ ისეთი რა. კაბაბი. ქართული, კაი, მამაკაცური. კი. კი. ნებისმიერ დროს. შენი ციცი მომზადება, მომზადებია. იცი რა, ხინკალი არა. ხინკალს ვერა. საერთოდ კი. საერთოდ კი და აი ეს აი ყოფილა ესეთ შემთხვევა. როგორი? ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ მარტო ყოფილა სახლში. მომზადებია რაც მინდოდა და არის ძალიან გემრიელი. და აი რა მოგემზადებია? აი არ ვიცი ეს რომ გითხრა. რაც მომინდება ალბათ, არ გამომდის. კარგი, შემებურად ვაკეთებ რა, ასე რომ ვთქვა. დაგიბრუნდები და შენებურად ივარჯიშებ ალბათ ცოტა ხანში. აუცილებლად. ბაგზელებ მაგვიწარეს და მივემართებით კუსტრის საკითხო. რამდენად ვირბენთ, ოღონდ ეს არ ვიცით. მაგრამ მაინც სიარული ვარჯიშია უკვე აღნიშნე და შევეცდებით რომ მაინც ვივარჯიშო. პრესებსაც აკეთებ და აჯიმანია. ფოტოშოპის კი კუსტრის მე ტრენაჟერებზე დავდივართ ხოლმე, მაგრამ დღეს იმდენად გათიშულები ვართ რომ რამდენ აჯიმანია საკეთებ. არ დამიტყვია. არ დაგიტყვია. რამდენ აჯიმანია საკეთებს კახა? 4 ბიტი. აჯიმანი. არა, 100-მდე ავდივარ. ოჯახი. გავედით. წავედით? ერთი წუთით გავაკეთე დედას უნდა უთხრა რაღაცა. საფულე, სადარიბე. შევიდე ესე მივიძინო კიდეც.
დაიძინე გაგაღვიძო გასული. მეურია დამოცინება. და ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია მართლა წილი. გზინებია ეგ და კედელთან? კი. დაიძინე. სიზმარზე გინახავს? ანუ ეხლა ესე მთელი 4 საათი არა, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში ჩამზია. აი თიშე. კი. მანქანა ისე ჩუჩანა. შიფალები ამისული. სოკოები. სულ შევიდეთ თორე. პირველი ხო? კი. ლიფტი რომ გავაგზავნე. რა ერქვა მკადაცომა? ლიფტი 2. ოჯახი და რა ქვია იმას? იმისი პატარა რომ პატარიული როა. ქვი ბლოკირდე. პრინციპში არ დავაბრალოთ ახლა რომ ეს არის რა ქვია დილა და სარბენად მინდოდა თქვათ რომ შუადღეა და კაცი შველი არ შეხვდება კუსტვა. ვაგზავნებ პირველად მაღვიძარას პირველი რესპონდენტი ხარ რომელიც კუსტვაზე ამოვიდა სავარჯიშოდ და საერთოდ სავარჯიშოდ გამოვიდა. არავინ არ ვარჯიშობს ხო? და აბა შენიც. სტარტი სად არის? სტარტი ესე აქედან. დავსტავიაროთ, იმიტომ რომ სირბილით ვერ გავქაჩავთ ნამდვილად. ავიღეთ? იცი რა, როცა დაღლილი ხარ. მე ვიცი ესეთ რაღაც. შენ გაიქეცი და წინიდან გადაიღეს რომ და როცა დაღლილი ხარ, ხო. არ შეიძლება ნაგრუსკა, როგორ თქვა? ხო, თან დილიდან ორგანიზმისთვის. დამტო ჯობია დღეს ესე ვიაროთ. აჰა, დღეს და ისე დღეს. ყველანაირად რომ შემოგიარხები, ხო? ოღონდ არ ვირგინა და ესე რომ ვიარო. რაღაც განსაკუთრებული რეცეპტი გაქვს ხოლმე, დილაობით კარგ ხასიათზე რო იყო, ეს გამომხნეველი ვარჯიშები გაყენებს. კარგ ხასიათზე გაყენებს ეს გამომხნეველი ვარჯიშები, თუ იღლები პირიქით. არა, არ ვიხლები პირიქით. მთელი დღე რო იტყვი რომ ჩიტი ვითხარ, რო იტყვიან რომ ესეთი შეგრძნება მაქვს. გეუბნებიან რა ჩიტი ვითხარ. არა, მე ვუძნობ. თავად ვუძნობ. უსვიდა რა ჩიტი ვითხარ. ჩიტი ვით არა. ისე კარგ ხასიათზე ენერგიის. და ხმისთვის კარგია, მაინტერესებს კუსტვაზე სირბილი. არა, კუსტვაზე დავანებო თავი. ვარჯიში არის ძალიან მაგარი. ხმისთვის პირველად ხმისთვის სისხლი როცა ესე იგი კარგად მოძრავ, მე რამდენიმე ვიცი აფიქსირებ. როდესაც ესე იგი სისხლი მოძრავს, ანუ სწორად ხდება სისხლის მიმოქცევა. ხო, მიმოქცევა. ხო, მიმოქცევა. ამ შემთხვევაში არის არაჩვეულებრივად. ანუ ერთი წრის შემდეგ უკვე შეიძლება მეც ავმღერდე? თუ ნიჭი გაქვს, ხო. ისე შეგიძლია, მაგრამ დაგეხმარება ნიჭი თუ არ გაქვს, შეგიძლია დღეს იმღერო. პრინციპში ესეც ხდება, ყველგან არის. მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს, ხო? მაინც ხო გინ თუ იმღერებ, უნდა იმღერო რა. იმღერო, კი, თუ დაიწყე. ისე რომ დარჩე და რაღაცა შენი სახელი ესე ქუხდეს. მთელი ამბავი. მთელი ამბავი ამ ყველაფერს ჩაცოლე ცალკე თემაა. თუ ხო ერთჯერადი პროექტი გინდა რაღაც მომწო, შეგიძლია ირბინო კუსტვაზე და მერე ჩაწერო სიმღერა, ესეც შეიძლება. ეხლა მოგეთყვი ერთ რაღაცას, მე რო კონკურსზე მივდიოდი, ძალიან ინტენსიურად ესე იგი ვარჯიშობდი. უკარო იწევდი. ის გამოჩენეროა. და ძალიან შემეწო ხელი, იმიტომ რომ ფაქტიურად საქართველოში ხარ, რო გითხრა რომ აღარ მიმღერია, кайხანია და ფაქტ გაჩერებული ვიყავი ისედაც და ამ ყველაფრის აღდგენა რომ მჭირდებოდა, წავედი სავარჯიშოდ. ერთ კვირაში კარგ ფორმაში ვიყავი უკვე. საკმაოდ კარგათაც გავარჩი თავი. ხო? რა თქმა უნდა. კარგი, გადავუხვიოთ თემას, უზმოზე გიწევს ხოლმე სირბილი, თუ ნაკვები ხარ და ისე და. ნაკვები არა, იმიტომ რომ მე ახლა რო გითხრა წონის დაკლება მინდა, არა, პირიქით ვარჯიშის მერე ეგრევე არ გადავარდე. არ გადავარდები, გეტყვით. სულ რა, მერე რო. სხვადასხვა რა კარგია. არა. სასარგებლოა ვიცი, კანისთვის. არა ჩვეულებ რო ამოხვალ. პირველი წამი. თუ რამე დაავადება გქურნავს. ხო, ყველაფერს, ხო? ბევრი ცურავს მართლა. ჩემ მეგობრის ძაღლი შევარდა შემთხვევით და გარდაიცვალა, არ ვიცი. აგზელებ მაღვიძარას კაყახა უკვე მე-5 წრეზეა დარბის და მე სამწუხაროდ ვერ შევძელი, ვერ ავყევი მის რითმს და ველოდებდი ხე როდის დაამთავრებს ვარჯიშს, რომ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. უი, მოხვედი. უკვე აქ ხარ? ძალიან ტყუილი. უკვე აქ ხარ? როგორი იქ რა ხდება იქით მეორე სანაპირო? სრული სიამოვნება, როცა დარბიხარ და დაღლილი ვიყავ. კარგი, აქედან მე ვიცი რომ შენ მიდიხარ ბასეინზე, ცურავ.
თუ არ მაქვს სწორი ინფორმაცია? მეც რა არის? მივდივარ არა, ეხლა არ მივდივარ, თორე ისე ბასენიზეც დადიხარ ხოლმე. კი. კარგი, მოდი ვისაუბროთ მაშინ რა საქმით ხარ დაკავებული დილის შემდეგ, ანუ რო იღვიძებ სიმღერას, რა საქმიანობ ამჟამად? დილის შემდეგ რომ ვიღვიძებ, მოგეხსენებათ რომ მომენიჭა, ანუ ვარ ხმისჩამწერი სტუდიის PR მენეჯერი და დირექტორი. აჰა. თანამდებობა. და მივდივარ სტუდიაში რომ მივხედო რაღაც საქმეებს, ორგანიზება გავაკეთო მთელი დღის. პროდიუსერობას ხო არ აპირებ, ახალი ვარსკვლავი ჩანაყრა რა. არა და ვინმეს პროდიუსერობას არა. ჩემ თავს არ მიხედავ მაგ საკითხში და. ფილმებს მართლა ვერ მიხედავ, იმიტომ რომ მე თვითონ მჭირდება პროდიუსერი. გავმეხმიანეთ. ტელეფონს რა 77889 როგორც მეთაკრიფეთ. დაურეკეთ. კაცი გინდა თუ ქალი პროდიუსერი? ქართველი თუ რამეს ხაერო? თავარია საქმე გააკეთოს. ქალი ჯობია, მართლა ყოველთვის ქალი ჯობია. თავისთავად, იმიტომ რომ უფრო ესეთია. გამტანიანია, ხო? კეთა. ამტანიც არის და გამტანიც. გამტანიც. შემომტანიც. შემომტანიც. მეხუთი რა უნდა გააკეთო? ავიწიო? აი, ოღონდ იცი როგორ? არა, მივხვდი ხო? აი, აქ ესე უნდა გაიარო ხელები, იცი? მართლა. ეხლა აი გავიწევ თუ აი, გინდა მოდი ესე. აი, კაიცი. ესე იგი 1 2 3 და რამდენად და ტელეფონს დაგეჭი. 1 2 3. 1 მართლა 3 გააკეთე ხა. 2 3 ვალაჯეც. ბრავო, ბის. ეხლა გავაკეთოთ პრესი არ გინდა? მე უკვე გამეხსნა. უნდა წავამეხო გამოსაცვლელი ამბავი. სხვათა შორის. სპორტიული შარვალი. პრეს როგორ ვაკეთებთ აქ? პრეს სიმართლე გითხრა, აქ პრესი არასოდეს არ გამიკეთებ. იმიტომ რომ სატრენაჟერო დარბაზში ესე იგი ვაკეთებ. რაღაცა ბიჭო არ გადავარდა. საერთოდ მოიცადე ეს უნდა გაჩერდე დიდი ხანი. ეგ პრესია. აი ეხლა მაცადეთ ხო? გამოყვები ყოველ დღე და მე ბაზარი არა. ჩამეშრება პრინციპში. შვენიერად და რისთვის არის სასარგებლო ეს პრესი ამკუნთებისთვის, ხმისთვის და აზიდვების. პრესი საერთოდ გადავინაცვლოთ ისე სპორტიდან მუსიკალურ სამყაროში და მუსიკის სამყაროში კაცო. ანუ პრეს როცა მღერი ხარ ხო? მუცელი როცა დაჭიმული. რას ამბობ? აქედან მოდის ყველაფერი. აქცვენია. ანუ ეს თუ ფორმაში კარგად ხო? ხერ უფრო კარგად. მართლა? არც ვიცოდი. რამდენიმე იმიტომ რომ სიმღერა ხო იგივე სუნთქვებზეა დამოკიდებული. ხო. და მუცლიდან მოდის ხო ხმა? და როცა კარგი პრესი გაქვს ხო? ბევრად უფრო ძლიერი ხმა მოგდის? ზევით. შვენიერია. შეშეგილია უკვე ხო? გრძნობ რა შემიძლია. კარგი, და ამით შემოიფარგლება შენი დილის ვარჯიშები და წარმატებულ დღეს ვუსურვებ უკვე? კი, წარმატებულ დღეს გისურვებ. ჩვენ წავედით და თქვენ ისეებთ ალბათ დაქტორ. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა რომ გაგვარკვია შენ სტილში. როგორ დარჩენდა? კარგად. ჩემ პირველი დამშვიდობება ამ რუბრიკაში, როცა კუსტბიდან გემშვიდობებით და იმედია მომავალ გადაცემაშიც კუსტბაზე არ მოგესალმებით. თუმცა რატო კარგი იქნება. მოკლედ გემშვიდობებით, ყველასა შეხვდებით კიდევ ერთხელ კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად.